ბოლნისის ღვინოები გლობალური წარმატების გზაზე იტალიის ალპების ნაპირას ქალაქ მერანოში აღმოჩნდა. ღვინის სამყაროში მერანოს ღვინის ფესტივალი 1992 წლიდან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ღვინის არომატებით სავსე დარბაზში ქართულ ღვინოებს ცალკე საპრეზენტაციო დარბაზი პირველად დაეთმო. სწორედ ამ სივრცეში საპატიო აღიარება ბოლნისის ღვინოებსაც ერგო. ფესტივალზე ბოლნისურმა ღვინოებმა ჯამში 7 ჯილდო, 2 ოქრო და 5 ვერცხლი მოიპოვეს. რაც ბოლნისური დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების მაღალ ხარისხსა და მათ გამორჩეულობაზე მიუთითებს. 3 დღის განმავლობაში ქართული ღვინის საპრეზენტაციო სადეგუსტაციო სივრცეში მისულ სტუმრებს ბოლნისის ღვინოებს იტალიაში ქართული ღვინის ელჩი თამარ ჭიჭიბოშვილი და სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილი აცნობდნენ. აღსანიშნავია თამარ ჭიჭიბოშვილის როლი ბოლნისური ღვინოების პოპულარიზაციაში. სწორედ მისი დამსახურებით ქართული ღვინოების ცნობადობა მნიშვნელოვნად გაიზარდა იტალიაში. ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით 500 სტუმრია საზეიმო გალა ვახშამზე სტუმრებს ქართული კერძებით და ღვინით გაუმასპინძლდნენ. ჩვენს ტახზე შეგიძლიათ იხილოთ ბოლნისის სხვადასხვა ღვინოები და მე როგორც ქართული ღვინის ელჩი იტალიაში მაქვს პატივი წარვადგინო ეს ღვინოები მასტერკლასზე. ბოლო პერიოდია ქართულ ღვინოზე დიდი აქცენტია გაკეთებული. ხალხს გაუსმევ ქვევრის ღვინოებს, მაგრამ არ გამოვრიცხავ რომ არა ქვევრის ღვინოებს ძალიან დიდი მომხმარებელი ყავს. როდესაც ვისაუბრებ მე გასულ წელს ბოლნისის ღვინოზე, მქონდა მასტერკლასი და აქ ჩვენ ვისაუბრეთ საერთოდ სხვა ტექნოლოგიაზე ღვინის დაყენების. ეს იყო მათთვის აღმოჩენა. ესეთი დიდი ფესტივალი ძალიან კარგ არეალს უხსნის ქართულ მეღვინეობას და ეს მხოლოდ იტალიური ღვინის ფესტივალი არ არის, აქ მთელი ევროპაა ჩამოსული, ჩვენი დარბაზის იქით სხვადასხვა ქვეყნის ღვინოებია წარმოდგენილი, მაგრამ ჩვენთან როგორც ყოველთვის ყველაზე მეტი აქტივობა შეინიშნება. ბოლნისური ღვინოები მერანოს ფესტივალზე კომპანია RMG-ს მხარდაჭერით მოხვდა. უკვე მე-7 წელია სამთო მომპოვებელი კომპანია აქტიურად არის ჩართული ბოლნისური მეღვინეობის განვითარებაში, მცირე მეწარმეების გაძლიერებაში, ადგილობრივი ტრადიციების შენარჩუნებასა და ღვინის ხარისხის გაუმჯობესების პროცესში. კომპანია RMG-სა და გაერთიანება ღვინო-ბოლნისის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში უკვე მრავალი წელია სხვადასხვა აქტივობები ხორციელდება, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა არის საერთაშორისო ფესტივალებზე და კონკურსებზე მონაწილეობა. შესაბამისად, წელსაც ტრადიციულად კომპანიის მხარდაჭერით გაერთიანება ღვინო-ბოლნისი წარმოდგენილია მერანოს ღვინის ფესტივალზე. მსგავსი მასშტაბის ფესტივალებზე მონაწილეობა ვფიქრობ შესაძლებლობაა ქართული ღვინისათვის, რომ პირდაპირ კომუნიკაცია დაამყაროს სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებელთან და თავისი გამორჩეული ადგილი დაიკავოს სოფლიოს ბაზაზე. მერანოს ღვინის ფესტივალს ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ათასობით ღვინის მწარმოებელი, ექსპერტი, ღვინის მწერალი და ბლოგერი ესწრება. ბოლნისის მარნების წარმატება იტალიაში კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართული ღვინო თავისი ისტორიით, არომატითა და ქვევში შექმნილი ტრადიციით მსოფლიოს სცენაზე ღირსეულ ადგილს იკავებს. თითოეული ჯილდო, თითოეული დეგუსტაცია სტუმრებისთვის ემოციური მოგზაურობაა საქართველოს მეღვინეობაში.